1987 წლის საქართველოს თავისებური მატიანია. ამიტომ ის, რასაც ახლა ვიხილავთ, თანამედროვეთათვის მომხდარი სტიქიური უბედურების ძიმე გახსენება იქნება. მომავალი თაობისათვის კი უიშვიათესი კადრები. ისეთი კადრები, როგორცაც ალბათ ვეღარ ნახავენ და არც უნდა ნახო. თებერვლიდან დაიწყო და ლამის ივნისამდე გასტანა ავდარმა. სამდახმელეთმა თითქოს პირი შეკრესო. ზვავი, ღვარცოფი, მეწყერი, წყალდიდობა ერთმანეთს ენაცვლებოდა. ქართულ ფოლიანტებში იშვიათად შეხვდებით მსგავს მოვლენათა აღწერას და როცა კი შეხვდებით იქვე ასეთ მარტივ ახსნას წავაწყდებით. ეგ იმიტომ, რომ განვამრავლეთ ცოდვა ღმრთისა მიმართ და არა კეთილად ვიყვართ სჯულიო. 1987 წლის სტიქით დასალდნენ დუშეთის, ლენინგორის, ჯავის, მახარაძის, სამტრედიის, ზესტაფონის, აბაშის, ფოთის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, განსაკუთრებით ხობისა და ლენტეხის, ყველაზე მეტად კი მესტიის რაიონი. კადრებს, რომლებსაც ახლა უყურებთ, მესტიისა და ხობის რაიონებშია გადაღებული. დიდი განსაცდელი დაატყდა თავს მესტიის რაიონში მულახის, უშგულის, ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობას. ზვავთა შედეგების სალიკვიდაციოდ მთელი რესპუბლიკა დადგა ფეხზე. სტიქიის შედეგები ფრიად საგანგაშო იყო. დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი. დაიტბორა 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. დაინგრა და დაზიანდა 4500-ზე მეტი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მრავალი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმო, სოციალურ-კულტურული დანიშნულების ნაგებობა. საქართველოს მშრომელებს მთელ მოსახლეობას გულის სიღრმეში ჩაძდა ის წყფერი და თანაგრძნობით გამსჭვალული სამძიმრის სიტყვები, რომლითაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და მინისტრთა საბჭომ მიმართეს დაღუპულთა ოჯახებს, ყველა დასარალებულ მოქალაქეს. ნუ გეშინათ გაისმა პოეტის ხმა. მე დღეს დავეძებ სიტყვას ნუგეშის, ნუგეშზე მეც და უფრო უმაღლეს, გულს რომ აყენებს კლავს საგულეში, კაც ჭირ ვარამში სულს რომ უმაგრებს. არ მოგხდომია კარზენტრის ჯარი, ჩვენზე ამხედრ და ზეთის სამეფო, ზვალმა დალეწა თქვენი ჭისკარი, ჩემო კოლხებო, ჩემო სვანებო. მოდის ვით წინათ მტერი მშიერი, ლამობს ქვეყანა ფეხქვეშ გათელოს, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ უფრო ძლიერი, დღეს თქვენ სახსნელად დგას საქართველო, დგას საქართველო, დგას საქართველო, ყველა ავდრის და აბჯრის მსხვერპლად. ეს ირაკლი აბაშიძის ტრიქონებია. ახლა კი მორის ფოცხიშვილს მოусმინოთ. რა მოკლავს ამ ხალხს, ერთსულოვანს რა მოსპობს ამერს, ყივის მამალი და ყივილით ათენებს ღამეს. დიდება შენ და საქართველო, შენს უკვდავ შვილებს, ლილე, ო ლილე იმედისა, ლილეო ლილე. მართლაც რა მოკლავს ხალხს, რომელსაც ჭირთათმენა და ბრძოლა შეუძლია. რა მოკლავს ერს, რომელიც ამ ჭირში მარტო არ არის. ამის ნათელი დადასტურება იყო აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მეომრის, რახიბ მამედოვის მაგალითი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ათობით ადამიანი იხსნა სიკვდილისაგან.